ერთმა კაცმა სახლი შეიძინა არნახული ბაღით. მეზობლად ძველ უბადრუგ სახლში ცხოვრობდა შურიანი მოხუცი, რომელიც ყოველდღიურად ცდილობდა ახალი მეზობლისთვის ხასიათი გაეფუჭებინა. ხან ნაგავს დაუყრედა ჭიშკართან, ხან რამე სხვა სისაძაგლეს მოიგონებდა. ერთ დილას გამოდის აივანზე ახალი მეზობელი და ხედავს ნარჩენებით ნაგვით სავსე კალათას. მშვიდად გაასუფთავა კალათა, გააპრიალა და გაავსო საუკეთესო მწიფე წითელი ვაშლებით და გულღრძო მეზობლისკენ გაეშურა. კარზე კაკუნის ხმა რომ შემოესმა გულბოროდ კაცს, გაუხარდა. იფიქრა, როგორც იქნა გავამწარე მეზობელი. კარი გააღო, მოსალოდნელი ჩხუბის და დავით არაბის იმედად, მაგრამ ამ დროს სტუმარმა ვაშლებით სავსე კალათა მიაწოდა და უთხრა: ვინც რითია მდიდარი, იმას უნაწილებს სხვებსო. და ჩვენ მიერ ერთმანეთისთვის მიძღვნილი კალათა მუდამ საუკეთესოთი ყოფილიყო სავსე. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაგვიტოვეთ კომენტარებში ვაშლი. უფრო მეტი საინტერესო ვიდეოს სანახავად, გამოგვიწერეთ.